ქვეყანაში პოლიტიკის ყველაზე საინტერესო და შეიძლება საბედისწერო ფაზა იწყება ქართული ოცნება უკვე საჯაროდ ებრძვის საკუთარ თავს. ეს აღარ არის უბრალოდ დაპირისპირების ხმები კულისებიდან და არც იარაღის გასროლის ყრუ ექო. ეს არის ტრიბუნებიდან გაჟღერებული ბრალდებები, პროპაგანდისტული არხებით გამეორებული მესიჯები და პირდაპირი სურათი კლანური დაპირისპირებისა, რომელსაც დღემდე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაურჩა. ამის დასტურია ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, როდესაც კობახიძე და ქართული ოცნების საპარლამენტო მოლაპარაკე თავები აქტიურად საუბრობენ ერთის მხრივ ოპოზიციასთან ფარულად მოთანამშრომლე მათი გუნდიდან, როგორც თავად თქვეს, გაგდებულ ინკოგნიტო პირებზე. მეორეს მხრივ კი მათი მოქმედების მთელს პოლიტიკას აფუძნებენ წინამორბედების მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ არაუბრალოდ ჩავარდნებზე, არამედ კრიმინალური შინაარსის საქმიანობაზე. გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში და ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც სინამდვილეში არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაიგო. ყველა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო საწარმოში გაუქმდა რჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც მცირე იყო მათი რაოდენობა, მიიღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის ისაღები პრაქტიკა. ჩვენ მქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულება ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ამან გამოიწვია ის, რომ რეალურად ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული დაახლოებით 8-ჯერ. ბოლო სამ თვეში ქურთულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისმგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარჩან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშებული იყო ეს ყველაფერი. ასევე განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, მინდა გადავხადო შინაგანსაკუთრებთა მინისტრს, ჩვენს კოლეგას ბატონ გეკა გელაძეს. აი ზუსტად დავიღოთ თუნდაც დღევანდელი დღე და კობახიძის ეს განცხადებები. ეგრეთ წოდებული მთავრობის სხდომის ფორმატში. კრიმინალის მიმართულებით, რა თქვა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში სრულად იყო მიშვებული იარაღის უკანონო დარებაზე კონტროლი, უპრეცედენტოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკებით ვაჭრობა. ეს თქვა მან. კორუფციის ნაწილში აღარ დარჩა არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირების მხილება და დაპატიმრება არ მოხდარიყოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებებთან და კორუფციულ გარეგებებთან დაკავშირებით. ნეპოტიზმსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ახლობლების და კლანური, მათ შორის უმეტესად პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა და ამ ხრივ გაღებული ხარჯების მოცულობა უზარმაზარ ტვირთად დააწვა ბიუჯეტს. ეს თქვა. მოკლედ რომ თქვათ, კობახიძე ამბობს, რომ მისი წინამორბედები უკლებლივ ყველა არათუ ცუდი მმართველები იყვნენ, არამედ მათ თავად სისტემა აქციეს კრიმინალურ და კორუფციულ ქსელად. ბოროტად სარგებლობდნენ უფლებამოსილებებით, ფარველობდნენ კრიმინალურ კარტელებს, არაეფექტურად და არამართლზომიერად იყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს. ეს არის, რაც დღეს კობახიძემ თქვა. რთული მისახვედრი არ არის თუ დაძაბულობის რამდენად მაღალი ტემპერატურაა სისტემის შიგნით, რომ მის გარეთ საჯაროდ ტრიბუნებიდან საკუთარი ინიციატივით ამაზე საუბრის აუცილებლობას ხედავს რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი. ამის თაობაზე ყალიბდება საერთო მესიჯები და სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით იწყებს მის რეტრანსლირებას ყველა კონტროლირებადი მედია საშუალებით. რატომ ხდება ეს ასე? საქართველოს უახლესი პოლიტიკურ ისტორიაში ხელისუფლებების ცვლილებების სამივე ისტორიული მაგალითი გარკვეული განსხვავებებით, მაგრამ თითქმის იგივე ალგორითმით გვაჩვენებს, რომ ცვლილებებს წინ უსწრებს თავად მმართველი ძალის შიგნით არსებული დაპირისპირებების გამწვავება.
ამის მიზეზი ზოგჯერ იყო საგარეო ფაქტორი, რუსული სპეცსამსახურების ეფექტური манипуляცია, ზოგჯერ კრიზისული პიკების გადავლის შემდეგ მართველი ძალის აღქმა შეგრძნება, რომ ოპოზიციური ველი მოსუფთავებულია და გარე პოლიტიკური საფრთხე სისტემისთვის აღარ არსებობს და ზოგჯერ გავლენების და კორუფციული არეალის გაფართოების სურვილები. თუმცა უმეტეს შემთხვევაში თითქმის ყველა ეს ფაქტორი ერთად. რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამჯერად? შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვა, თუმცა შედეგის თვალსაზრისით შეგვიძლია უფრო კაფიოდ და ნათლად აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილის ვერტიკალში დაპირისპირება ყოველდღიურად უფრო მეტად მწვავდება და ეს არ არის რომელიღაცა ცალკეული ან თავად ოცნებისთვის აბსოლუტურად არაავთენტური, არაენდემური ჯგუფების გაბრძოლება მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, როგორც მაგალითად გახარიეს შემთხვევაში მოხდა. აქ საქმე გვაქვს თავად ოცნებისთვის შედარებით არაავთენტური კობახიძის ჯგუფის მიერ ძალაუფლების სრულ მონოპოლიზაციაზე. ვიმეორებ ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სრული თანხმობით, რომელსაც ის იყენებს ძირძველი და ქართული ოცნებისთვის და ივანიშვილის მმართველობის სტილისთვის ყველაზე ორგანული და დამახასიათებელი თვისებების მატარებელი ჯგუფების გასანეიტრალებლად. იქნება ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური თუ სხვები. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა? რა თქმა უნდა, ეს შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა კვლავ ისტორიულ გამოცდილებას თუ მოვიხმობთ, გამსაზღვრელი მაინც ოპოზიციის საერთო სტრატეგია და მისი ეფექტური რეალიზება. თუ ოპოზიცია შეძლებს სწორად შეაფასოს ეს შიდა ტენდენცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მაშინ ოცნების კლანური ომი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ცვლილებების კატალიზატორი. და თუ ვერა, კობახიძე და ივანიშვილი თავისივე კლანებთან დაპირისპირებას ისევ საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენებენ. აქედან დასკვნა. ქართული ოცნება დღეს საკუთარი თავის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ მთავარი კითხვა სხვა რამეშია. ისარგებლებს თუ არა ამ შანსით ოპოზიცია და საზოგადოება. თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორ გადაიქცევა ხელისუფლების შიდა ომი, მხოლოდ ძალაუფლების გადანაწილების მორიგ ეპიზოდად.